მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვართ სტუდიაში Youth Section of Georgia, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს თანამედროვე აზროვნების და თავისუფლი აზროვნების დამკვიდრებისთვის საქართველოში. დღევანდელი ჩვენი თემა ეხება მეხსიერებას და იდენტობას და ამას დიალოგს ვსვეთ ამ შესახებ წაიღოს ბატონი ზაზა ბიბლაშვილი, რომელიც არის ძალიან კარგი ადვოკატი, სამოქალაქო აქტივისტი და უბრალოდ სამშობლოზე შეყვარებული კაცი. დიდი მადლობა ირაკლი. დავამატებდი ალბათ ამ კუთხით უფრო მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. ჭავჭავაძის ცენტრი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2018 წელს და ჩვენთვის სამოქალაქო მეხსიერება იყო და არის ერთ-ერთი მთავარი თემა, ჩვენი საყვარელი თემა, რომელზეც მუშაობთ უკვე მთელი ეს წლებია. რატომ მუშაობთ? იმიტომ რომ ვჯერა რომ სამოქალაქო მეხსიერება არის ის საკვანძო ადგილი, რომელიც ჯერ ერთი მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის და გამტკიცებისთვის და მეორე ამ ჩვენ საზოგადოებრივ ორგანიზმს აძლიერებს უფრო რეზისტენტულს ხდის პროპაგანდის წინაშე. თუ დავაკვირდებით, ადრე იყო ესეთი მითი, ხო, რომ მტერი შემოვიდა, ვაზი აგვიჩეხა და ეს ვაზი საჩეხვა ითვლებოდა ერთგვარად ჩვენი ცნობიერების ხელყოფაზე, ხო და ეხლა სინამდვილეში აი თანამედროვე გაგებით ვაზი საჩეხვა არის ჩვენი ისტორიის გადაწერა. ოღონდ ამას რუსი აკეთებს უკვე 200 წელზე მეტი ხანია. და ჩვენ ამას ან არ პასუხობთ და ან პასუხობთ სრულად არადეკვატურად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბევრი მეტი ყურადღება მიგვექცია ამ საკითხისთვის, ხო? აქვე დავზენდი, რომ თვითონ მეხსიერების გადაკეთა, მეხსიერების მანიპულაცია არის ტრის ერთ-ერთი სერიოზული ხერხი და რომელსაც წარმატებით იყენებს დაწყებული 19 საუკუნიდან ვიდრე დღემდე პრაქტიკულად. ხო, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყოველ ჯერზე თავიდან ვიწყებთ გარკვეულ ათვლას, ხო? ჯონ ლოკი არის ეგეთი დიდი ფილოსოფოსი, განმანათლებელი, რომელსაც აქვს მისი იდენტობის თეორია, თუმცა ის შეეხება უფრო პიროვნულ იდენტობას, თუმცა ამ შემთხვევაში პარალელი შეგვიძლია მოვიყვანოთ პირდაპირი. ის ამბობს, რომ პიროვნების იდენტობას განსაზღვრავს არა მხოლოდ მეხსიერება, არამედ მეხსიერების უწყვეტობა. აი ამ ნაწილში ჩვენ ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს ჩვენ ქართველებს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მართლა ძალიან დიდი გრძელი და მრავალფეროვანი და მდიდარი ისტორია, სინამდვილეში ეს ისტორია სავსეა წყვეტებით. უამრავი წყვეტა არსებობს ჩვენს ისტორიაში, რაც რეალურად ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ თავიდან ვიწყებთ ათვლას, როგორც ერი, როგორც რაღაც საზოგადოება, სოციუმი, აი ხშირად გაგიგია ალბათ, ესეც რუსული შემოგდებული კლიშეა. ამერიკამ რა უნდა მასწავლოს მაგის ასაკის მუხა ან ჭადარი მიდგას ეზოში, ხო? თუ ამას შევხედავთ, ამ კლიშეს შევხედავთ იმ უწყვეტობის პრიზმაში, მაშინ დავინახოთ, რომ სინამდვილეში აი 250 წლის განმავლობაში, რომლის მანძილზეც ამერიკა არსებობს როგორც თავისუფალი სუვერენული ქვეყანა და სახელმწიფო, მას ერთხელ ჰქონდა იდენტობის კრიზისი, მას ჰქონდა ერთადერთხელ ის მომენტი, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, საით წავიდოდა ეს ქვეყანა, ხო? წყვეტა, აი რეალური წყვეტა, ეს იყო ამერიკის სამოქალაქო ომი, როდესაც ხდებოდა მისი როგორი ქვეყანა, როგორი საზოგადოება უნდა ყოფილიყო. ეს დავამატებ, სხვაშორის არსებობს ესეთი გამოთქმაც, კალკი გამოთქმები, რომ ისტორია ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს და ისტორია ყველაფერს თავის ადგილას არა, ეგრე არ არის, ისტორია არის რაღაც ობიექტური აპარატი, კალკულატორი თუ რაღაცა დათულოს, ისტორიას წერენ, ამას ისტორიას წერენ გამარჯვებულები. და მათ შორის იმ ხალხის ისტორიასაც, რომელიც დამარცხებულია, არა მარტო თავის დიდებას კი არ აღნიშნავენ, არამედ იმ ხალხსაც წერენ და ჩვენს დაახლოებით ეგრე მოგდის, სულ ვიღაცა გვიწერს ამ ისტორიას. კი, ხო, აი ამ ამერიკის მაგალითს რო დაუბრუნდე, ნახე, აი ამ ტიპის შემოგდებულ არგუმენტს რო უპასუხოთ, სანამ ჩვენს ეზოში ის კაკლისხე თუ მუხა თუ ჭადარი იზრდებოდა, ამერიკას ჰქონდა ერთი წყვეტა, ხო? ან პოტენციური წყვეტა. და ჩვენ რამდენი წყვეტა ჰქონდა ცნობიერებაში.
ქონდა უამრავი, აი ბოლო 250 წელს შევხედოთ, დავიწყოთ 1795 წლით, როდესაც აღამ ახმათმანო თბილისი აოხრა და პრაქტიკულად რაღაცეები ნულიდან დაიწყო, მე 1801 წლით გავაგრძელოთ, როდესაც რუსეთმა დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველო და ამაზე ცალკე მინდა კიდევ ვისაუბრო აი ამ სიტყვებზე, რომელსაც ჩვენი ტერი იყენებს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ მიიერთა, იმიტომ რომ აი თუ საშუალო სტატისტიკურ ქართულს კითხავ, ყველა გეტყვის, აი რა მოხდა 1801 წელს, ალბათ უმეტესობა გეტყვის, საშუალო სტატისტიკური ქართველი გეტყვის, რომ 1801 წელს, როგორც მას ასწავლეს, რუსეთმა საქართველო მიიერთა. სინამდვილეში ყველაფერი ტყუილია, ანუ არ მიურთებია, დაიპყრო და საქართველო არ ყოფილა, ის იყო აღმოსავლეთ საქართველო, ქართლ-კახეთის სამეფო იყო. 1870-მდე შეაღწევენ სვანეთში. და 78-77 წლებში თურქეთს წაართვეს უკვე აჭარა და შავში. ანუ რეალურად რუსეთმა საქართველო დაიპყრო 19 საუკუნის განმავლობაში და არა 1801 წელს, მაგრამ ჩვენს ფსიქოლოგიურ მეხსიერებაში ამას გადმოსცემენ და ლექავენ როგორც 1801 წელს, ხო? ანუ 1801 წელს ჰქონდა წყვეტა ქართლ-კახეთში მაცხოვრებლებს, მერე 10 წლის შემდეგ იმერეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე რო გადავახტეთ ასე რამდენიმე წელს, ხო, 17-18 წლები 1900-ს, როდესაც მოხდა რევოლუცია რუსეთში, მერე გადატრიალება რუსეთში, ხო, ჯერ რევოლუცია, მერე გადატრიალება, თებერვლის რევოლუცია, ოქტომბრის სისხლიანი ბოლშევიკური გადატრიალება. მერე 1918 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით, პირველ რიგში ეს იყო გერმანია, რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ერჩის. და ხო, დე-ფაქტო ხელისუფლება. მერე იყო 21 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ აი მოწყვეტობაზე, კლიშეებზე. ამ შემთხვევაში არ მხოლოდ წყვეტა მოხდა, არამედ მორიგი ესეთი ფრეიმი შემოაგდეს, რომ 1921 წელს თითქოს მოხდა საქართველოს გასაბჭოება. აი გასაბჭოება რაღაცნაირ ნეიტრალური სიტყვაა, ხო, ტერმინი, აი რაღაც ერთი ტიპის ხელისუფლება შეცვალა მეორე ტიპის ხელისუფლება. ერთი სოციალისტური პარტია წავიდა, მეორე მოვიდა. ასე ყიდიდნენ ამ ისტორიას 10 წლების განმავლობაში. სინამდვილეში მოხდა ისეთი რამ ძალიან პროზაული რამ, ერთი სახელმწიფოს ჯარი შემოვიდა, შემოიჭრა და მეორე სახელმწიფო დაიპყრო. ამ ხო, და იყო მასიურად ალბათ იყო შემდეგ 1924 წლისაკენ. 24 წელი აგებული აჯანყება შეიძლება. ანუ წყვეტაში გულისხმობა ასე 91 წელი, 92 წელს მერე უკვე ესე გადატრიალების შემდეგ ნულიდან დაიწყო ყველაფერი. გარკვეული წყვეტა იყო 2003 წელს, ვინაიდან 3 წელსაც ვთქვით, რომ 2003 წლიდან აიხლა დაიწყო რაღაცეები ნულიდან. 2012-ში მერე შეიცვალა ხელისუფლება და თქვეს, რომ აქამდე რაც იყო ყველაფერი ტყუილი იყო და ყველაფერი არაფერი არ ვარგოდა და ეხლა ნულიდან ვიწყდება. ეს უბრალოდ ისტორიული ნარატივები კი არ არის. აქ ასევე ამ წყვეტებს თან ახლდა ძალიან ხშირად მთელი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ჩარჩოს ცვლილება. ახსენე შენ, რომ ადვოკატი ვარ და მქონია გამოცდილება, როდესაც ერთ-ერთ ინგლისელ კლიენტს უკეთებდი ეგრეთ წოდებულ due diligence, ხო, რაღაც სყიდვა უნდოდა საქართველოში უძრავ-ქონებაზეა საუბარი და მთხოვა, რომ მენახა ამ კონკრეტული უძრავი ქონების ისტორია. და რაც შემეძლო ხა დამოუკიდებლობის წლების ადრეულ წლებში ჩავედი 91 წელზეა საუბარი და ვთქვი რომ ეს იყო მე შეიქმნა რეესტრი, მე ეს არის რეესტრი, ანუ იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ალბათ გააკეთებდა სტანდარტული იურისტი, ვინაიდან ესეც არ იყო საჭირო, ხო? უმეტესი შემთხვევაში ნახავენ ამ მონაწერს და რაც წერია ეს საკმარისია. ხო და იმისგან მომივიდა ძალიან საოცარი პასუხი, რომ ეს არ იყო საკმარისი, მან თქვა, რომ იქნებ აი 1700-იან წლებამდე ჩახვიდეთო, იმიტომ რომ მე როგორც გავიგეო, ეს ტერიტორია ადრე იყო ან სამეფო დინასტიის, ან საეკლესიო საკუთრებაშიო და როგორ ნამეხსნა მე ინგლისელისთვის აუხსენი საბოლოო ჯამში, მაგრამ ნუ მისთვის სულად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება უბრალოდ 90-იანებამდე ჩახვიდე. და ნუ მე ვთქვი, რომ შენთან ეს უწყვეტობა, რომელიც ალბათ მაგრაკარტამდე მიდის, ხო, ჩვენთვის წარმოუდგენელია. ვიღაცის იყო, რა თქმა უნდა, ხა ის მიწები, ან საეკლესიო იყო, ან კერძო საკუთრება იყო, რომელიმე თავადის, ხო, მაშინდელი, ან შეიძლება სამეფოც იყო, მაგრამ ნუ ხა 1700 რაღაცა წელს რო ის მიწა ვიღაცის იყო, იქიდან გამომდინარე, ვინმე რო დღეს პრეტენზია წარუდგინოს მის ახალ მესაკუთრებას, ხო წარმოუდგენელია. ინგლისისთვის ეგ არ არის წარმოუდგენელი, არც გერმანელისთვის და ასე შემდეგ. ხო, აი მას გულისხმობ წყვეტაში, წერა ვახსენეთ 1921 წლის ოკუპაცია და
ორი ნუანსი მინდა მანდაც გამოვყო ძალიან ბევრს ვისაც ადეკვატურად აქვს ცოდნა იმ მოვლენების შესახებ ავიწყდება ერთი რამ სამწუხაროდ რომ მაშინ ის ოკუპაცია საბჭოთა ოკუპაცია ყოფილა ეს რუსული ოკუპაცია საბჭოთა კავშირი შეიქმნა საქართველოს ოკუპაციიდან თითქმის 2 წლის მერე მანამდე ეს იყო საბჭოთა რუსეთი რომელიც იყენებდა უკვე შეიძლება გაცვეთილი სიტყვა მაგრამ ფაქტობრივად ანუ ქართველ მოღალატეებს ეთნიკურად ქართველ მოღალატეებს რომლებიც ნაწილობრივ შემოუწმუნდნენ კიდევაც რუსულ არმიას წინ ხო ასევე ამ შულავერის კომიტეტს რაც შეეხება არსებობდა ასეთი მითი ის მე გადაწერილ ისტორიაზე საუბრობთ ხო მითი იყო ასეთი რომ თითქოს საქართველოში მაშინდელ საქართველოში დღეს აღარაგეთ ტერიტორია საქართველოს ხოლო ლორეზია საუბარი შულავერია მხოლოდ დარჩენილი მაშინდელ საქართველოში თითქოს დაიწყო ეგრეთ წოდებული აჯანყება მშრომელთა აჯანყება და ამ აჯანყებას დაეხმარა რუსული არმია რაც ელემენტარულად ტყუილია იმიტომ რომ იმ აჯანყების ვითომ მონაწილეები მათი დიდი ნაწილი საქართველოში კი არ იმყოფებოდა ზოგი მოსკოვში იყო ზოგი პეტერბურგში იყო თუ პეტროგრადში უკვე მაშინ და შესაბამისად ეს ყველაფერი უბრალოდ შეიქმნა ქაღალდზე რითიც მერე რუსეთმა ახსნა თუ ასე ვთქვათ გააправა ოკუპაცია კიდევ ერთი რამაც იმ მოვლენებზე სასურველია რომ ვიცოდეთ არის ის რომ საქართველოს რუსეთის ომი გრძელდებოდა 5 კვირა ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება ვინაიდან ბევრ ჩვენგანს გონია რომ საქართველოს რუსეთის ომი იყო ნუ რაღაც შეტაკებები კოჯორში და ბახმელაში რომელიც მე რამდენიმე ათწლეულის მერე კულაუ ნადირაძე აღწერა თავის ლექსში რომ დაიღუპა რამდენიმე იუნკერი დაიღუპა მარო მაყაშვილი და იყო ძალიან გმირული ძალიან ამაღლებული ისტორია მაგრამ აი თითქოს მხოლოდ ეს იყო და 25-ში შემოვიდა აიღეს თბილისი წინანდელში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთან წავიდა ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდა 17 მარტს და მანამდე გრძელდებოდა ბრძოლები მთელი საქართველოს მასშტაბით ხაშურთან, შორაპანთან, გაგრაში იყო ბრძოლები, ბათუმში იყო ბრძოლები 5 კვირა ძალიან დიდი დრო არის აი რო შევადაროთ მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთი და გერმანია პრაქტიკულად ტოლი სახელმწიფოები იყვნენ ხო ტერიტორიით მოსახლეობით და 5 კვირაში და 4 კვირაში გერმანიამ დაამთავრა 4 კვირაში დაამთავრა ომი თავის ხელა ასევე თავის ხელა პოლონეთთან და აი ერთი ციცქნა საქართველოს ამ ვერებერთერო რასაც მე ბოროტების იმპერია შეერქვა 5 კვირა ეომება აქედან გამომდინარე ჩვენ აი ამ ნაწილშიც გავიგეთ კი რომ მეომეთ მაგრამ აი ამ ომის მასშტაბიც კარგად არ გვაქვს გააზრებული თითქოს დიდი არაფერი არ მომხდარა ხო ანუ დაუბრუნდეთ ამ წყვეტის საკითხს ეს არის ჩვენთვის განსაზღვრელი პრობლემა ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიისთვის ეროვნული ვთქვათ ორგანიზმისთვის რომ ჩვენ ამ წყვეტას ვიღებთ როგორც რაღაც ორგანოს ხო დიდი ამბავი რაღაც მოხდა მოდი ახლა ჩვენ სოციალურად უფრო გვაწყობს რომ რაღაცები დავივიწყოთ არსებობს ბენედიქტ ანდერსონის წიგნი Imaging Communities წარმოდგენითი თემები სადაც ის ამბობს რომ არანაირად არ არის ერი რომელსაც ისედაც თავის საკმაოდ გვიანდელი ფენომენია 18-19 საუკუნის არანაირი ბუნებრივი ასე ვთქვათ წინაპირობა რომ არსებობს არანაირი დიალექტიზმი რომ ის რაღაც ფორმა ამ ფორმაში გადავიდეს არ არის ამიტომ სამს ის არის სოციალური კონსტრუქცია ანუ ადამიანებისგან შექმნილი როგორც ეს ვთქვათ იწყობა ეს ლეგოსავი ის შეიძლება გადააწყო ვინც გამარჯვებული ასე ვთქვათ ის აწყობს ამ ლეგოს და ბენედიქტ ანდერსონს რომ ეს რაღაცა სოციალური ეს კიდევ სოციალური კონსტრუქცია როგორც ეს ისტორიას წერენ გამარჯვებულები ასე ვთქვათ რა შეიძლება ჩვენ გვჭირდება ხელში ვიღაცის მიერ შექმნილი ისტორია და სადაც არანაირი განსხვავების რომ ეს ჩვენი ამბავი იყოს აი თქო ცოტა წინ გავასწრებ ზაზა 1998-99 წლის აფხაზეთის ომი თაობას რომელიც 25% მინახავს სტუდენტების იმათ 95% საერთოდ არიციან აი ის გაუგიათ მაგრამ არიციან ან უბრალო ქრონოლოგიაც არიციან ის კი არა თუ რატომ და ის კომპლექსური საკითხი არის რომ ისო დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოში დამთავრდა 1993 წლის 27 სექტემბერში საერთოდ ბევრი ის არსებობს მეთოდი ასე ვთქვათ მასერების გამოჭედვის ასე ვთქვათ ხანდახან ისეთ დადებითი შედეგიც მოხდა ინგაგებით ვთქვათ ავსტრალიელებისთვის ბრძოლა გალიპოლიზე ნახევარკუნძულზე 1915 წელს როცა
ბრიტანეთი დაუპირისპირდა ამ კონსტანტინოპოლის არღებაუნდი მაშინ კონსტანტინოპოლი ერქვა და ძირითადად ავსტრალიული და ახალზელანდიური ბრიგადები აუნდნენ იქ ნახავდნენ თურქები ძალიან ბევრი ხალხი დაიღუპა საბოლოოდ ბრიტანულმა სპეციალისტები იმაჯობენ ავსტრალიაში და ახალზელანდიაში ეს გალიპოლის კამპანია იქცა როგორც ერთ-ერთი ქვაკუთხედი მაგათი ეროვნული იდენტობისა და დღემდე აღნიშნავენ და ასე ჩვენ ისე გავიკეთეს რომ 1920 წლიანი 5 კვირიანი ომი ერთი თავის მე აღარ ახსოვდა საერთოდ არც ცნებაც აღარ იყო მაგის ანუ ძალიან იოლად რანუ სამანი შეიძლება ძალიან манипуляტორობა გაძიო რა იმის თქმა მინდოდა ხო აი ამ წარსულთან დაკავშირებით ორი ციტატა მინდა წავიკითხო სიზუსტვისთვის წავიკითხავ რაც ხას უსვამს წარსულის მნიშვნელობას ჯორჯ ორველის ალბათ ყველაზე ცნობილი ციტატა ამ თემაზე ვინც აკონტროლებს წარსულს ის აკონტროლებს მომავალს ხოლო წარსულს უკაცრავად ვინც აკონტროლებს აწმყოს ის აკონტროლებს წარსულს ესე იგი ჩვენ როდესაც ვხედავთ ძალიან ხშირად რუსულ კონტექსტში თანამედროვე ქართულ კონტექსტში ისტორიის გადაწერის ცდელობას ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის ახირება ეს არ არის ვიღაცის აკადემიური ინტერესი აქ აბა როგორი ისტორია დაიწერება ეს არის ჩვენი მომავლის კონტროლის ძალიან კონკრეტული მექანიზმი მათ შორის აი გავიხსენოთ პუტინის ორი შემთხვევა ერთი როდესაც პუტინმა ძალიან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა უკრაინის ისტორიასთან დაკავშირებით და ამას უკრაინის ხელისუფლებამ წელი არ მახსოვს მაგრამ მე მგონი ჯერ ზელენსკი არ იყო ხელისუფლებაში ამას უკრაინის ხელისუფლებამ უპასუხა სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ დონეზე რამდენიმე ხანში პუტინმა ისაუბრა ასევე საქართველოს ისტორიაზე რაღაც აბსურდი ლაპარაკა თითქოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი რომელიც მაშინ უბრალოდ არ არსებულა არც გეოგრაფიულად არც კულტურულად არც არანაირად რომ თითქოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთდა უფრო ადრე ვიდრე ქართლ-კახეთი ამასთან დაკავშირებით უკვე ოცნების ხელისუფლებამ თქვა რომ ესო ჩვენი საქმე არ არის რომ ამას ისტორიკოსები უპასუხებენ მაშინ როდესაც ინდოეთში პოლიტიკური გზავნილია პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ განცხადებას მაგრამ მიუხედავად ამისა ქვეყნის ხელისუფლება არ აკეთებს იმას რაც მისი ვალდებულებაა ერთსაც წავიკითხავ ესე ძალიან მნიშვნელოვანი ციტატაა ეს უკვე უილიამ ფოლკნერის ციტატაა წარსული არასდროსაა მკვდარი ის წარსულიც კი არ არის ანუ სინამდვილეში წარსული არის ჩვენი იდენტობის იმდენად პარი ნაწილი რომელიც არასდროს არის მკვდარი ის ყოველთვის რაღაცაში ვლინდება ის ვლინდება ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენ ქცევაში ჩვენ პრიორიტეტებში იმაზე თუ რა გვატრიგერებს რაზე ვრეაგირებ და როგორ ვრეაგირებ ხო ხო ანუ აი ილიაზე მინდოდა ჩვენ ახსენე ერის დეფინიცია და იმაზე შეგვაჩვენებენ ალბათ საუბრობთ ამოჭრიან რომ აი რაც ციტირების სახით თქვი მაგრამ მოდი ილიაზე ვილაპარაკოთ ხო ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა ორი მოდელი ანუ ილიაზე მეც ციტოს ეს რამდენიმე გამოთქვა რაც აზან თქვა ეს ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ასევე კიდევ ერთს გამახსენდა ვინც არ იმახსოვს ან არ იგებს ისტორიის განმეორებას მას მიჯილი აქვს მისი განმეორება ამ ჩვენ რაღაცას არ ვიმახსოვრებთ არა მე ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით მომავალივით უკანასაც რაც სასწაულად არ მოახცეთ კი ამაზე ცოტა უფრო ცალადაც ვისაუბრეთ მაგრამ ნუ ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა ორი განმარტება ერისა თანამედროვე ქართველმა იცის მხოლოდ ერთი ენა მომსწრება იცის მამული ენა სარწმუნოება რომელიც ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა 1871 წელს ეს იყო მისი პირველი ყველაზე უფრო პირველი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი პუბლიცისტური ნაწარმოები, როდესაც პეტერბურგიდან დაბრუნდა, როგორც სტუდენტი, უფრო სწორედ უკვე დაამთავრა განათლება მიიღო დაბრუნდა საქართველოში. აი ამ წერილით შემოვიდა ის ქართულ საზოგადოებრივ ასპარეზზე და დღემდე ძალიან ბევრი ერის განმარტებად და ქართული ეროვნული იდენტობის ფაკულტეტად მიიჩნევს აი ამ ფორმულას, ხო, მამული ენა სარწმუნოება. თუმცა თავად ილია ჭავჭავაძემ თითქმის 20 წლის შემდეგ მას შემდეგ რაც საქართველოს შემოუერთდა აჭარა და შავშეთი თავის წერილში ასევე ძალიან დიდ და მნიშვნელოვან წერილში ოსმალოს საქართველო შემოგთავაზა ერის ახალი განმარტება და აქ უკვე ცოტა უფრო რთული ციტატა ამიტომ წავიკითხავ ამასაც ეს არის 1877 წელი ოსმალოს საქართველო და ილია წერს ყოველი ერი თავისი ისტორიით სულგმულობს ჩვენის ფიქრით არც ერთობა ენისა
არც ერთობას არწმუნოებისა და გვარტომობისა, ისი არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ანუ ილია გვთავაზობს ახალ განმარტებას, არა მაინდა-მაინც ვინაიდან შემოუერთდა საქართველოს ისტორიული ორი პროვინცია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არის მუსლიმი. რა ხდება მაშინ მისი წინა განმარტებით გამოდის რომ ესენი არ არიან ქართველები, ხო? არ გამოდის ასე. ილია გადაიაზრებს საკუთარ ახალგაზრდულ ფორმულას და გვთავაზობს ახალ ფორმულას, რასაც უკვე საუკუნეზე მეტის შემდეგ ეხმიანება რომელი ავტორი იყო? ანდერსონი, ხო? და ზუსტად ამას ამბობს, რომ ერის იდენტობა არის საერთო განცდა ისტორიისა. რომ ჩვენ რაღაც საერთო გზა გამოგვივლია. და შესაბამისად ძალიან ბუნებრივია, რომ ყოველ ჯერზე როცა მტერი შემოდის, მტერი ცდილობს, რომ აი ეს აგვირიოს, ეს ცნობიერება აგვირიოს, ღირებულებები შეგვიცვალოს და სიტყვებით, აი საკვანძო სიტყვების ჩანერგვით ესე იგი მართოს ჩვენი კოლექტიური ცნობიერება, როგორც მაგალითად წერა მახსენებთ იყო მიერთება და არა ანექსია და დაპყრობა, როგორც იყო გასაბჭოება და არა ოკუპაცია და ასე შემდეგ. ხო და ამას აგრძელებს დღემდე. სამწუხაროდ ამის ნაწილი არის ის, რა ვიცი, რასაც მე და ალბათ ძალიან ბევრი ქართველი ეძახის ღალატის კომისიას, ხო? ანუ არანაირი პოლიტიკური წინაპირობა თუ საფუძველი იმისა, რომ დღეს ის თემები გახსნილიყო, რომელიც თავიდან გაიხსნა, არ არსებობდა, თუ არ დაუშვებთ, რომ ეს არის პირდაპირ რუსული ამოცანა, რომ ჩვენ საკუთარი ხელით გადაგვაწერივნონ ისტორია და დავიბრალოთ ისეთი რამ, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაში პოლიტიკურად და სამართლებრივადაც უკვე აბსოლუტური კონსენსუსია ის, რომ რუსეთმა დაიწყო 2008 წლის ომი, ეს დადასტურებული ფაქტია. ამ ვითარებაში ხელახლა ამ საკითხის გახსნა de facto ქართული ხელისუფლების მიერ ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, არა რომელიღაც პოლიტიკური ძალის აკრძალვას, რაც ხანხილავენ, არა რაღაც კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებაში მიცემას, რასაც ასევე საფუძვლად და საბაბად ასაღებენ თავიანთ ზოგიერთ მომხრესთან, არამედ სინამდვილეში ჩვენი ისტორიის გადაწერა. გავა დრო და მიუხედავად იმისა, რა აბსურდებიც წერია ამ დასკვნაში, ხო? დარჩება headline-ი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ აღიარა ომის დაწყება. აი ეს headline-ი დარჩება და მეტი არაფერი არ ჭირდება მტერს, რუსს. ხო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კონტექსტში ხშირად ხდება ხოლმე რაღაც თემების გაუფასურება, შეგნებული გაუფასურება. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღალატზე მაგალითად, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, კვლევითი თემაა ჩვენს ისტორიაში, ვინაიდან თუ წავიკითხავთ ისტორიას და ყველა ჩვენგანი ალბათ საყვარელი ერთ-ერთი საგანი არის, ხო, ყველა ქართველის ისტორია, ჩვენ ისტორიაში გვასწავლიან, რომ ღალატი ეს არის ჩვენი ისტორიის ტრაგიკული ნაწილი და პრაქტიკულად ყველა ეტაპზე იქ ვახტანგ გორგასალი იყო და ასე ვთქვათ ჯაჭვის ქვეშ დაუცველი ადგილი ჰქონდა და იქ ეს როლეს ის არის, მე ერეკლე მეორე იყო და ქართველებს მეზარბაზნენი არ აყავთ, ნუ ხა ცოტა კლიშეებსაც ვიღებ და სტერეოტიპებსაც ვიშველიებ, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის იგივე ხდებოდა აფხაზეთში, ხო, ყველაფერი თითქოს კარგად იყო და მე რაღაცა მოხდა ზოგში ვიღაცამ ვიღალატა და აი ამიტომ წავაგეთ, ხო? რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ღალატი ყოველთვის იყო ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემა ფაქტია და ის როდესაც ოღონდ ჩვენ წარმოსახვაში, კოლექტიურ წარმოსახვაში ეს ყოველ არის რაღაც ისტორიული ფაქტი. დღეს რო ახსენო ვიღაც გადაწყვეტ კარგი რა ეხლა ეს მომაზე ლაპარაკი, ხო? და ღალატზე საუბრისას ყოველთვის ალბათ აი უნდა წარმოიდგინო თუ გინახავს და გემახსოვრებავთ კინოფილმი გიორგი სააკაძე სტალინის დროს გადაღებული და აი სტერეოტიპულად არის შადიმან ბარათაშვილი გამოყვანილი, რაღაცნაირად აწეული წარბი, აქ მიხათული უშნახალი, უეშმაკისეული ღიმილი და შავ-თეთრი კადრები და რაღაცნაირი ესეთი მუსიკა, რომელიც გაფიქრებენ, რომ აი ეს ნამდვილად მოღალატეა, ხო? მაგრამ ცხადია ასე არ ხდება ცხოვრებაში, ანუ ადამიანები, რომლებიც წერს გადასცემენ საკუთარი არმიის კოორდინატებს, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ადამიანები მათ ვერაფრით ვერ გამოარჩევენ. ვიღაცისთვის არის კარგი მეზობელი, ვიღაცისთვის არის კარისავნის თქმელი, ვიღაცის ნათლია, შეიძლება ვიღაცის ქორწილში იმაში რაღაც თამადა არის გადასარევი, აი სიტყვა პასუხი იცის. შესაბამისად ეს არ აღიქმება, ხო? ანუ შადიმან ბარათაშვილის იმითი რა ქვია ვიზუალით არ ასპარეზობს ყველა. მე მახსოვს 2012 წლის ბოლოს ერთ-ერთი პირველი თუ არა სრულად პირველი ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, იყო ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ამნისტია. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იჯდა
საპრობილეში ჯაშუშობისთვის გამოვიდა, მაშინ ისეთი კონიუნქტურა იყო საზოგადოებაში, რომ დახვდნენ ჟურნალისტები, რომ კალათ შემოერტყნენ, ეს გამოვიდა, რაზე იჯექითენება ჯაშუშობაზეო თუ ხო ჯაშუშობაზე მიჯექიო და ნუ გავალო მე ახლა ჯაშუშსო და ატყდა სიცილ ხარხარი ხორხოცი ყველას ძალიან ხარდა და სულ მინდა ხოლმე რა ამ კადრზე დავასტოპო და ადამიანებს რომელიც მაშინ იცინოდნენ მკითხვა, კარგი ახლა ეს ნამდვილად არ გავს. ხო, მაგრამ მოდი ამიწერე როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ შენი ფიქრო რა ეს ნამდვილად რუსეთის ჯაშუში იქნება, ხო? და რომ დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი რუსეთის ჯაშუშებზე. კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო ვინაიდან ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ კარგი ახლა რუსეთი გელანდებათ, ხო? ამას ადრე ამბობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ რუსეთი რომელიც საქართველოში ერევა ყველანაირად, ოდნა გადაუხვევით იმას, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ეს. აღმოჩნდა რომ რუსეთი ერევა ბრიტანეთის რეფერენდუმში, ბრეგზიტის რეფერენდუმში, ხო, ერევა საფრანგეთში, როდესაც იქ იყო ყვითელ ჟილეტიანთა გამოსვლილი, ერევა კატალონიის რეფერენდუმში, ერევა ამერიკის არჩევნებში, არ ვამბობ რომ ვინმე სასარგებლოდ, მაგრამ ერევა, ხო, ცდილობს ამის გაკეთებას, ერევა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერევა მოლდოვაში, რაღაც ჩვენთან არ ერევა, ხო? რაღაც ჩვენ შემთხვევაშია ესე, რომ საქართველოში თურმე რუსეთზე ლაპარაკი 5 ტონია. არ უნდა იყოს 5 ტონი, ეს ჩვენი ეროვნული, ასე ვთქვათ, სიჯანსაღის ნაწილია, რომ ჩვენ რაღაცები არ დავუშვათ და ეხლა დავბრუნდები მეხსიერების თემასთან. ეხლა რუსეთისთვის რუსეთზე დავამატო ორი სიტყვა. რუსეთზე ეროვნული მეხსიერება ყოველთვის არის, განსაკუთრებით პუტინი 90-იანი წლები ძალიან არეული იყო, ასე ვთქვათ, ამცირებლად ზნობდნენ თავს, მაგრამ იყო ვითომ დასავლეთის კესლა, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვიდა. იმიტომ რომ მაგათი შინაგანი განწყობა არის ყოველთვის, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმისკენ. და რაც დაიწყო პუტინმა, ეს იყო ახალი ძველი ეროვნული ან ნეოახალი მეხსიერების შექმნა. და ეს თავიდან გლორიფიკაცია მეორე მსოფლიო ომის იქ ის რომ რუსეთს არ აქვს საზღვარი ეს მოსკოვის მოსწავლეს ამბასადორის ეს საზღვარი მან დაიწყო ბერინგის რუტე რაღაცა ურასი ინერგრანიც რუსეთს არ აქვს საზღვრები რა რუსეთის საზღვრები არასდროს არ მთავრდება ხო რუსეთის საზღვრები არ მთავრდება ხო და აი ეს ხელახლა მეხსიერების შექმნა ასე აგრეთვე და რაღაც ტრადიციის გაგრძელება თუმცა ალექსანდრე სუვოროვიდან მოყოლი ივან გროზნიდან და ასე შემდეგ ხო ეს არის ესეთი გადაწერა ისტორიით და ეს თავის ამ როლზე მორგება არის ну თავს ხვთვის ივანე გროზნის სტოლად და ფასად რა ეს მის საქსელიდან გამომდინარე ესეც არის ახლა თავისი ქვეყნის ისტორიის გადაწერა როგორც საბჭოთა კავშირმა გადაწერა მეფის რუსეთის ისტორია როგორც უნდა ამიტომ ძალიან საფრთხო თვალსაჩინო ახლა შეიძლება ისე შემოგეპაროს რაღაცები რომ უკან მოხდება მაგრამ როგორ გვიანებს პუტინმა ნამდვილად სადა რუსეთის ისტორიის გადაწერა ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფე იყო პეტრე I და მისი დამსახურება იყო ციტირებ ევროპაში სარკმლის გაჭრა. მან დაიპყრო ტერიტორია რომელზეც შემდგომ დააფუძნა ქალაქი სანქტ-პეტერბურგი რომელიც ააშენეს იტალიელებმა, გერმანელებმა, ფრანგებმა, ჰოლანდიელებმა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი იყო რუსეთთვის დიდი მიღწევა, როდესაც რუსეთი გახდა ევროპული სახელმწიფო, აი ამ სარკმლის მეშვეობით. პუტინის ახალი ნარატივი რა არის? პუტინი გვეუბნება და ეს სხვადასხვა წყაროებზე არ მოვწდები, მაგრამ ბევრგან გვხვდება და ეს არის მისი ახალი იდეოლოგია. პუტინი მეუბნება რომ სინამდვილეში რუსეთი ყოველთვის იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთის შორის არჩევანის წინაშე, ეგონება საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა იყოს. და მაგალითი იწყება ჯერ კიდევ ალექსანდრე ნეველიდან, რომელსაც ეუბნებოდნენ თითქოს ჯვაროსნები, რომ იცი რა, შენ გადმოდი ჩვენ სარწმუნოებაზე, თორე დედას გიდირებთ, ხო? და მეორე მხარეს იყვნენ მონღოლები, რომლებიც ეუბნებოდნენ რომ არაფერი არ გვინდა თქვენგან, უბრალოდ ხარკი გადაგიხადეთ. და თურმე რუსებმა მაშინ ვიმეორებ ეს არის რაღაცნაირი მოგონილი თანამედროვე ვერსია რუსებმა მაშინ აირჩიეს ის რომ დაეცვათ მათი სარწმუნოება ეომენ ევროპელებს და აღარ ეომენ მონღოლებს საინტერესო დეტალია სხვათა შორის რუსეთის ისტორიაში ესეთი სანიშანსვეტო თარიღი არის 1280 წელი როდესაც თითქოს შედგა ეგრეთ წოდებული კულიკოვოს ბრძოლა როდესაც მათ მონღოლები დაამარცხეს და გადატეხეს წელში
ოღონდ არავინ არ იცის კულიკოვის ბრძოლა იყო, არ იყო, თუ იყო სად მოხდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ბრძოლიდან რომელიც თვითონ რუსებმა მოიგეს 100 წელი კიდევ გრძელდება რუსეთში მონღოლების ბატონობა. კიდევ 100 წელი ზუსტად. დიდი დგომა. ანუ თან შუა საუკუნეებში ის 100 წელი დღევანდელი 1000 წლეულია ალბათ, ხო? ანუ სინამდვილეში ესეც ტყუილია, ნუ თავი დავანებოთ იმას როგორ მოიპარა რუსის ნაწილი, ხო, ან კიევსკაია რუსეთის იყო, როგორ მოიპარა ეს მოსკოვია, ვინაიდან სინამდვილეში რუსეთის იდენტობა იყო მართლა ორგვარი, კიევს თავი დავანებოთ, ეს სხვა იდენტობა იყო უკვე, მაგრამ აი იმ დროისთვის, როდესაც შენს მეხსენებული ივანე მრისხანე მართავდა რუსეთს, უბრალოდ მოსკოვიას, მათ ჰქონდათ ორი არჩევანი, ჰქონდათ ნოვგოროდი, რომელიც იყო დემოკრატიული სახელმწიფო თუ ეჩე, სადაც მოქალაქეები იღებდნენ მონაწილეობას მართვაში და იყო მოსკოვი. და მოსკოვი იყო მონღოლოიდური კულტურული, პოლიტიკური, სასტიკი დესპოტური მემკვიდრეობის წარმომადგენელი, ანუ აბსოლუტურად დაუნდობელი და უმობელი, რომელიც მიწასთან გაასწორა ის მეორე ალტერნატიული რუსეთი, ხო, საუბრობთ ორ რუსეთზე ხოლმე და აი ჯერ კიდევ მაშინ დასამართა ის მეორე რუსეთი, როდესაც ნოვგოროდი მოისყო და მას მერე მოდის უკვე აი ესეთი ტიპის რუსეთი, მათ შორის იგივე პეტრე პირველმაც, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხშირად და ეხაც ვახსენეთ, ვერ მოახერხა ბოლომდე, მიუხედავად იმ გაჭრილი საქმისა, რუსეთის გაკეთილშობილება. ცნობილი ფაქტია, ხო, როგორ აძალებდა ის თავის კაცობაზეც არ არის საუბარი, ანუ არისტოკრატიას როგორ აძალებდა წვერის გაფარშვას და დაბანას და წვერის გაფარშვას, ხო და ვერ მიაღწია ამაში. ხო, შესაბამისად, აი ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხედავდეთ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ძალიან ხშირად აი დღეს უყურებ ხოლმე და შემზარავს ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებზეც ჯერ კიდევ 90-იანებში არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ცხადია ჩვენ ახლა არავის მოწმობა არ გვაქვს ნანახი და ვერც გვექნება, ხო? დღესაც არიან იმ მდგომარეობაში, როდესაც აი ხელახლა თითქოს იშვნენ და გამოვიდნენ და დღეს იძახიან, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური, ან საქართველო არ უნდა შევიდეს ნატოში, ან ევროკავშირი ცუდია. იგივე ხალხი, იგივე ხალხი. მათი შვილები. აი ერთადაც გეტყვით ის, როდესაც თბილისში ომი დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს, ასე ფრონტის ხაზი გადავიდა რუსთაველის როსვერც, და პირობითად თუ დავაყოთ. ხოლო უშროების სამსახური კაგები დროინდელი და მისი არქივი იყო ზემოთში ჩიტაძეს. ნუ რეალურად ჩიტაძეს ბრძოლის კერეღო პირველ ინტენსიური იყო რუსთაველი. ომის დაწყებიდან ერთ თუ ორ დღეში ხანძარი პირველი ციანობა რომელიც ალბათ თბილისში იყო სახელმწიფო უშროების კომიტეტის შენობა. სადაც დაიწყო არქივის დიდი ნაწილი. რაღაც რუსებმა გაზიდეს როგორც. ანუ მოდი ესე ვთქვათ, ესე იგი ვიღაცამ გაუჩინა ცეცხლი, ხო, მეორე ვიღაცამ არ ჩააქრო ცეცხლი. ერთმა მხარემ გაუჩინა ცეცხლი, მეორე არ ჩააქრო. ესე იგი, ამიტომ არ მოხდა იდენტობას, ჩვენ გავაგზავნეთ. არ არის აქ გაშაზე ლაპარაკი. ლაპარაკი რომ ალბათ კერტები დამსხვრეული იყო, ის რომ გონიათ დიდი ადამიანი, რომ როგორც ასოც აღმოჩნდება უშუალოდ სამსახურს აგენტი. და ეს გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, ჯობდა ესე მომხდარიყო, ეს ფურუნკული გამსხვრალიყო, ვიდრე ესე აგზელებული იყო ეს მენა. უცხოთაოდ ეს არ მოხდა. ანუ საბჭოთა კავშირში რეალურად ეს მისის არის იდენტობის ნაწილია. საბჭოთა კავშირში რეალურად დესოვიეტიზაცია, რასაც უკვე არ მოხდა. არ როგორც გერმანიაში იყო დენაციფიკაცია. და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ეს ყავი კერპები, რომელიც მისაბაძი გვეგონა და გარდამსახვა აღმოჩნდა, რომ სტალინის მანერა იყო, რადგანაც რომ მაქვა რომ იური ოლეშანი ქრობს მოწერა, რომ ისეთი და წერალი არის სტრაიტელი ინჟინერი, ადამიანის არის წერალი ეს ადამიანის სულის ინჟინერი. მე სტალინმა აიტაცა და დღემდე მოყვება ისე რომ ქვეყნის ასე ვთქვათ საჭიროებო საკითხებში პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური რატომღაც ის ამბით დაიკითხებიან ხოლმე წერილებს და პოეტებს და არავე ჩვეული ბუღალტერმა არ შეიძლება თავის აზრი ქონდეს იცოდა, ანუ აპრიორი არაფერი ეს მეტალობის მომენტი რომ მაინც წერილს და იმას უნდა კითხო პოეტს და სხვაჟერ საინტერესოა ილია ჭავჭავაძის აღწერა და ნებისმიერ იმ პერიოდში განსაკუთრებით იდეასი არის რომ მოიხსენიონ ასე წერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ხო?
ნუ ჩვენ ესე სახალისოდ ხშირად ალტერნატიული წარდგენა გაკეთებია ილია ჭავჭავაძის, ეს არის იურისტი, ბანკირი, საზოგადო მოღვაწე. ხო ესეც იყო ამის სინამდვილეში ილია ჭავჭავაძემ როგორც მოსამართლეობით, ასე ბანკის შექმნით აბსოლუტურად სხვა ტიპის კულტურას დაუდო საფუძველი და მან ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა, მათ შორის ბანკირობით. რატო? იმიტომ რომ დარდიმან ქართველს, დიდგვაროვან ქართველს ხშირად უკან თხოვდა იმას, რაც ქონდა გაცემული. ხო ეს ესხიმის სწორად დიდგვაროვანს კონკრეტული დანიშნულებით. ვიღაც თავი. იმან გაფლანგა იქეიფა მოიხმარა რაღაცეებში და მოვიდა და ეუბნება არა მაგდა მოდი რა კიდე მომეცი რაღაც ვადებ და უშუალოდ ერთხელ მისცა. მე აღარ აძლევდა ამ დამატებით ვადას და სთხოვდა ამის დაბრუნებას, რაც თითქოს აი გასაგებია ხო 2-4 რაღაც წაიღე და დააბრუნა. და ამის გამო ბევრი ემტერებოდა ილია ჭავჭავაძეს. რო აღარ მივიდეთ უკვე 90-იან წლებამდე 1800-ს, როდესაც მას უკვე სწორედ ახალი ტიპის მოწინააღმდეგეები გაუჩნდნენ მესამე დასის და სოციალისტების სახით, რომელმაც მისი სრული დემონიზება მოახდინეს არაერთი თვალსაზრისით, მაგალითად აი ნასაკირალში მოხდა ხანძარი, ილიამ გავუგზავნა ერთხელ თანხა, 25 თუმანი იყო თუ არ მახსოვს ზუსტი თანხა, მაგრამ რაღაც თანხა შესაწირი, რომ აი ჩემი შესაწირი სოფლის აღდგენის საქმეში და ნასაკირალი გურიაა და მაშინ გურია ხო რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური კერა იყო და უკან დაუბრუნეს, რომ ჩვენო შენი ფული არ გჭირდებაო და ნუ აი ძალიან ხშირად ხდებოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ასეთი ტიპის კამპანიების აგორება და ილია ჭავჭავაძე რა ხარ მოახსენეთ, რატო ახსენეთ სინამდვილეში ნახე, ეს ძალიან კარგი მაგალითია ისე როგორც იმისა თუ როგორც ცდილობს ვიღაც დაეპატრონოს ჩვენს მეხსიერებას და თითქოს მიმართულება მისცეს მას. ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს, ნუ ბოლომდე არავინ არ იცის, ხო, მისი და მეფის ოხრანკი სიტყვია, ხო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხო, ერთი ვერსია, მეორე ვერსია, იგივე მისმა კონკურენტებმა სოციალისტებმა მოკლეს. ესეთი ვერსიაც არის, რომ სერგორჯონიკიძეც იყო მათ შორის, მაგრამ ნუ ეს ყველა ვერსიებია. რაც თავარია, რაღაც პერიოდის განმავლობაში ილია იყო ტაბუ. ხო, აი ვინაიდან 1918 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ის ძალა, კი ძალიან განათლებული საერთაშორისო თვალსაზრისით საერთაშორისო ელიტებთან, პოლიტიკურ ელიტებთან ძალიან კარგად დაკავშირებული, მაგრამ ის ძალა, რომელიც ილიასთან იყო მკვეთრ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებაში. ნუ მერე მოვიდნენ უკვე ბოლშევიკები და როდის გაცოცხლდა ილიას თემა და ილიას ფიგურა გაცოცხლდა 1927 წელს. როდესაც სტალინს დაჭირდა ილიას ფიგურა როგორც კლასობრივი ბრძოლის სახეხატი. და მან თქვა, რომ სინამდვილეში ვისაც მანამდე აშავებდნენ, ხო, თუ ეს იყო ადამიანი, რომელსაც აი თავადები და მეფე ეზიზღებოდა, მაგრამ შრომელებს კარგად ექცეოდა, გლეხებს კარგად ექცეოდა და ასეთად მოიტანეს. ხო, შემდეგი 50 წელი ცდილობდნენ, რომ ასე შემოეთავაზებდნენ, ასეთი ილია წარმოეჩინათ. მე მოვიდა 1987 წელი, მე და შენ გვახსოვს, როდესაც მოხდა ილიას კანონიზება და ილია ჭავჭავაძე იქცა წმინდა ილია მართლად და უცბად ასევე მის შემოქმედების ნაწილს, ნუ პირდაპირ ტაბუ არ დაედო, მაგრამ ასევე რაღაც ახალი მიმართულება მიეცა. და დღეს უკვე ის ვითარებაა, როდესაც რა ვიცი, ხან რომელიღაც პრორუსული პარტიის წარმოადგენელი დაიხატავს უკან ილია ჭავჭავაძეს, ვისაც არ ეზარება, ისე ცდილობენ, მაგრამ მისაკუთრებას ცდილობენ იმისა, რომ მიისაკუთრონ აი ამ ფიგურის, რომ მიისაკუთრონ მისი მთელი დანატოვარი, იდეური დანატოვარი. აი მანიპულაცია თვითონ ილია ჭავჭავაძე ხო იყო და აი მაგალითად სტალინი თვითონ ხო? ის ამ კარგი ავაზე არ აღზნიანობას უბრალოდ 1946 წელს ახურულ პლენუმში ის სტალინის ასე ვთქვათ ცოდების ის ნაწილობრივ გამოჩენა, რომ ეს ტარვალი იყო, პიროვნების კულტი იყო, თან ამას ლაპარაკობდა ხალხი, ხრუშოვი იქნება ბულგანი თუ ინგლისი იყო, ამასაც იგივეს აკეთებდნენ, ისე გამოდიოდა თითქოს მარტო ეს არის. და სანამ 1946 წლიდან ვიდრე 1987 პერესტროიკა დაიწყო, ხო? ეს აკეთებ ტაბუირებული იყო საბჭოთში. არც ცუდი, არც კარგი. არ ხმასარები რა. ეს მანიპულაციის საბჭოთა ხელისუფლება 60-იან 70-იან წლებში აწყობდა სავარაუდოდ, რომ ეს საერთოდ ხსენება არ ყოფილიყო რა. ანუ ეს ხარ ისე სტალინი ცუდია, კარგი, მაგას ეს ლაპარაკი არ არის, რომ მანიპულაცია ესეთი რაღაცა, რომ დიდ ფიგურასაც იოლად ჩამარხავს რა. და ეს ძალიან იოლადაც ხდება, თუ კარგად მუშაობა და მიზანმიმართულია. აი მაგალითად, როგორც ვიცი, გებელსი იყო ნაცისტური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი წევრი, რომელიც იყო პროპაგანდის ხელმძღვანელი და რაღაც პროპაგანდის მამადამფუძნებელი მეგონი მაგ ძალიან ისეთი ოცექმში და გებელს ეკუთვნის, რომ ეს ეგეთი ანეკდოტური გადმოცემა, რომ გებელს ეკუთვნის იმის ამბავი, რომ ხალხს უნდა უთხრა რა შეიძლება დიდი წყული, რა შეიძლება ესაც მიაწოდო. მაშინ დაგიჯერება რა. ხო, იმიტომ რომ ხალხი ამ დროს ფიქრობს, ამას ხო ვერ ამას ვერ მოიწოვე რა, ამას როგორ მიჩქმალობდი. აი, ჩვეულებრივ მიჩქმალობდი რა. მე მინდა რამდენიმე სიტყვა კიდევ შემოგთავაზოთ, აი წავიკითხავ თქვენის ნებართვით ისე მეხსიერების თემას, რომ უშუალოდ მეხსიერების თემას რომ დაუბრუნდეთ და მეხსიერების მნიშვნელობას. მეხსიერება, აი ქართულ კონტექსტში მინდა დაუბრუნდეთ, ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. რაც ბევრად მოარესტია, ისე მეჩვენება, რომ თითქოს ასე არ ყოფილა არასდროს რომ როჟერს ძალიან ძლიერი და ის მეხსიერება აქვს ებრაელებს. ამიტომ არ წარმატებული იყო. მომწეს იერუსალიმში ამბობდნენ 2000 წლის განმავლობაში. ჩვენ აი როდესაც ჩემი გაზრდასთავები დაიწყო თუმცა მაგის დრო მოხდა გადასვლას იქეთ. საიქიაში ჩვენ ბოლო ცოცხალი ზოლაპარაკო კაცო. ჩვენ ძალიან დაგვაფერე როცა მაგის დრო მოვა რა. ჩვენ ვართ ერთ ბოლო ცოცხალი ძაფი, რომელსაც უკავშირდებით აფხაზეთს. და თუ არ მოხდა ამ თემის გაგვიძება და მისი მუსილება და მისი ზედაპირზე გამოჩენა, შემდეგი თაობები იმას არც არასდროს არ ჩათვლიან თავიდან. იმის არ ვთქვი, რომ ესე იგი ჩვენ არ გვაქვს ძელი მეხსიერება, ხო, დაუდასტურე, reality-ს საზას და თვალზეუნებით, აი ებრაელები მომწეს იერუსალიმში და გააკეთეს წარმოუდგენელი რაღაცა, აბსოლუტურად ტრუ გარემოცვაში ააშენეს სახელმწიფო. ხო, ნუ ჩვენ არ ვიცი ხა რამდენად პირდაპირ პარალელი შეგვიძლია გავალოთ აი ამ სახელმწიფოს მშენებლობასთან, უბრალოდ ჩემი აზრით ის რომ აი მომავალ წელს იერუსალიმში ამბენ 2000 წელი იყო იმის წინაპირობა, რომ მათ შეძლეს ამ სახელმწიფოს აშენება და ჩვენ შემთხვევაში ხშირად გვინახავს ადამიანები ამბობენ გაიცათ სოხუმში და რაღაცა აუცილებლად შეიჭმუხნება, რომ აი რა გოინობა ხა რა პათეტიკა და ასე შემდეგ. ხო, აი პათეტიკა თითქოს ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ არა, სოხუმი ჩვენია, სანამ ისენს აღქმაში არის იმეჯი კომუნიტი. ესე იგი ერთმა ადამიანმა ერთხელ ჩემთვის ძალიან შემზარავად მითხრა, რომ მე აფხაზეთში არ ვარ არასდროს ამ ყოფილი და შესაბამისად არც მაინტერესებს იქაურობაო და ნუ ეს არის იმდენად შეურაცხყოფელი და დაკნინებული აღქმა საკუთარი ეროვნული იდენტობის, რომ ამის მიღმა წარმოუდგენელია ხო, რამდენი ადამიანი ყველა კუთხეშია, ყველა ნამყოფი და მაინც სადაც ნამყოფი ხარ, იმის მიმართ უნდა გქონდეს ხო, და მისი ნამდვილად აფხაზეთი არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის საერთაშორისო დაიწყო ხო, გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, იქ არის ილოვი და ბედია, ორი უდიდესი რომელიც ასე დღესდღეობით გადაღებულია კი ბატონო, ხო, ხრიკი. წეგან მინდა ქართულ ხატებს და წარწერებს მასამაც ორი რუსები თეთრი ხდება. ეს იგაგია რა მე ვინდა ხატები ვინა თეთრი კედელია რა. ხო, აი პატარა ტექსტის წაკითხვა მინდა მეხსიერების მნიშვნელობაზე და ქართულ კონტექსტზე. მეხსიერება ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. და ბევრად უარესი ის არის, რომ ამის გამოსწორება არც გვინდა თითქოს და არ მინდა რომ ოდესმე შეიცვალოს. რადგან მეხსიერება არის პასუხისმგებლობა. მეხსიერება არის ძალისხმევა. მეხსიერება არის ფილტრი, რომელიც ყოველდღიურ აი პოლიტიკურ თუ ცხოვრებისეულ დილემებზე ბუნებრივ პასუხებს გვთავაზობს. პასუხებს, რომელიც ყოველთვის სასურველი და კომფორტული არ არის. მეხსიერება საკუთარი კოლექტიური მესთვის დაწესებული სტანდარტია, რომელიც არ უნდა ჩამოსდე თუ დაუწესებ ამ სტანდარტს საკუთარ თავს. მეხსიერება არის მოლოდინების ერთობლიობა, რომელიც უნდა გაამართლო. ხო, ისეთი ვიყავი და ახლა ასეთი უნდა ვიყო, ხო, რაღაც სტანდარტია. მეხსიერება არის აზროვნება, ან შეიძლება ითქვას რაღაც საბაზისო სახი აზრი. ეცა და იმავე მახეში არჯერ და ასჯერ არ გაება, როგორც სენს ახსენებდი წელად. ეს ყველაფერი თითქოს ზედმეტი თავის ტკივილია იმ ქართველისთვის, რომელსაც შესთავაზეს ალტერნატიულ ღირებულებად ეგრეთ წოდებული ურთიერთობა. ანუ ურთიერთობა ქართველს შესთავაზეს გარედან, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, როგორც საპირწონე და ალტერნატივა მეხსიერებისა. რომ მეხსიერება, მაგრამ დახურდებული რაღაც ძალიან პატარა რაღაცები და ხო,
ხო, რა თქმა უნდა, ხო? აი სტანდარტული ქართულს არ დავარ, ხო, გრუზინის გადმოსახედიდან რა სარგებლობა მოაქვს ხერხსიერებას. ხო, თითქოს არანაირი, იმიტომ რაც არ გახსოვს, ის არ არსებობს, რაც არ არსებობს, არ გაწუხებს. ხო, რაც არ გაწუხებს, გათავისუფლებს საერთოდ მორალური მარწუხებისგან და დილემებისგან, აი ასე უნდა მოიქცე თუ ისე უნდა მოიქცე. არა, და ჯერა რომ ისეთი ხარ, ესეთი ქველი, კარგი, სამართლიანი და ვაჟკაცი, როგორც შენ სადღეგრძელოებში, აი. სადღეგრძელოში თუ ხარ პატრიოტი, ესე იგი ხარ და მეხსიერება გათავისუფლებს იმ ზედმეტი წნეხისგან, რომ გითხრას რომ ეს შენ ეს არა ხარ, რომელმაც გუშინ ეს ვერ შენიშნე, გუშინ წინ ეს შეგეშალა და ასე შემდეგ. აი ამისგან გათავისუფლებს მეხსიერების არქონა. ამიტომ ქართულს ტრისტვის სასურველი მოდელისა თუ ყაიდის ქართულს არაფერი არ ახსოვს. და რაც ახსოვს, ძალით ივიწყებს. მაგრამ მაინც თუ წამოყოთავე მეხსიერება, ხო ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება და გეტყვის რომ ახლა ამის დრო არ არის. ან გეტყვის რომ ახლა ასეა საჭირო და არა გიხსნის ვინდა ადგინა რომ ასეა საჭირო, რატო ახლა ასე საჭირო, ხო? და მოკლედ გეტყვის რომ აი 1000 სადარდებელი გაქვს ისედაც და მოდი რა თავს მოიტყიებ ამითი და დაბრუნდი შენ ნაჭუჭში და გააგრძელე არსებობა, რომელიც სინამდვილეში არაფერს არ განსაზღვრავს, არავის არ განსაზღვრავს. უწყინარია, ხო, რაც ბოდიშვილმა თქვა და ივანიშვილმა თქვა თავის დროზე, რომ საქართველოს პატარა სოფელია და მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ხო, აი ეს არის მეხსიერების არმქონე სუბიექტი, არსება, გნებავს ერი, რომელსაც უბრალოდ რაღაც მოსახლეობის ფუნქცია. თუ შეგინიშნავს ჩვენი დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება და უკვე კარგი ხანია, პრაქტიკულად არასდროს არ იყენებს სიტყვას მოქალაქე. იყენებს სიტყვას მოსახლეობა. ანუ მოსახლეობა რა ვთქვათ ხალხის მასა, რომელიც რაღაც ტერიტორიაზე ცხოვრობს. მოქალაქე სულ სხვა ფენომენია და სულ სხვა ცნებაა და მოსახლე სხვა აბსოლუტურად სხვა მოლოდინებია, სულ სხვა ტიპის პასუხისგებლობაა ორმხრივი, აი სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფოსი შენ მიმართ. მათთვის ჩვენ ვართ მოსახლეობა. ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მოქალაქეები, რომლებიც ქმნიან იმ სახელმწიფოს, მათ შორის ქმნიან პირველ რიგში მეხსიერებით, ხო? პირველ რიგში ბევრისთვის ეს მეხსიერება რა არის აბსტრაქტული ცოდნა წარსულის შესახებ, ისტორია, რომელსაც სკოლაში გვასწავლიან ხაზოსთან და სულთა წერასთან ერთად. ქრონოლოგიასთან. ხო, სინამდვილეში მეხსიერება არის რაღაც ცოცხალი ფენომენი, როგორც წეგანაც ახსენებთ ვილიამ ფოლკნერის ციტატა, არასდროს არ არის მეხსიერება და წარსული მყარი არასდროს არ არის, რო შევადაროთ ჭადრაკის პარტიას, წარმოიდგინე, აი ყველა სხვა, ან თითქმის ყველა სხვა ოდესღაც გაკეთებულა. ორი უდიდესი მოჭადრაკებით მე, ფიშერი იყო 10 წლების განმავლობაში რაღაც ევერესტივით და მე 30 თუ 35 წლის მერე კასპაროვმა გაასწრო რეიტინგში. და ეს კასპაროვის, რომელიც მართლა გენიალური მოჭადრაკეა და ახლა ასევე პოლიტიკოსი ბოლო 2 წელი, ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ყვება, როგორც სწავლობს თუ აანალიზებს წელიწადში 8000 პარტიას. წელიწადში გოგადაიან გარიშო, ეხლა აღარ რამდენიმე წლის წინანდელი ისტორია, როდესაც აქტიური მოჭადრაკე იყო. ანუ ხო ფიქრობ, თუ ქართულის ახმა რა არის, ეს ნიჭიერ ტიპი ხარ, გენიოსი ხარ, ის ხარ, ეს ხარ, რა 8000 პარტია, მაგრამ სინამდვილეში ნიჭი ხშირად არის შრომა არის მეხსიერება. ანუ ის აანალიზებს 8000 პარტიას, რომ დაჯდება მერე სათამაშოდ. იცოდეს რომ აი ამ სვლას თუ გააკეთებ, ამდენ სვლაში იქნება შამათი, ან ამდენ სვლაში ეს შედეგი მოყვება. იგივე არის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაღაცაზე რომ დავტრიგერდებით, რაზეც ჩვენი დედების და მამების დატრიგერდნენ, იმათი ბებიებიც და ჩვენი ბებიებაბუები ხო, ხო უნდა შეიგნო ერთხელ დაიმახსოვრო, რომ აი არ ვიცი როზეტყაში თითი არ უნდა შეყირობითა, ხო, რაღაცა ტიპის ქმედება არ უნდა განახორციელო, ვინაიდან გვნებს სახელმწიფოებრივად, ეროვნულად, საზოგადოებრივად, ხო? მეხსიერების თავის-თავზე მორგების საჭიროება კონიუნქტურულობა ეგრეთი აღარ ხმისთან წავუკითხე, რომ მეხსიერება არ არის ფანჯარა, ის უფრო სარკეა. ანუ როგორც იმდა რომ იყო პრინციპში იმას არ ეკლავს რა, არ ეკლინება. შუშაკის ფანჯარას სხვა რაღაცა გახსნიდა, პეტრემოსა დაარქვა ფანჯარა ევროპაში. საქმე აი ეს მეხსიერება, ასე თქო, ხატრულად ვთქვათ რა. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თანამედროვე კონტექსტში ჩემთვის ოდიოზური პერსონაჟები ხშირად პასუხობენ იმით, რომ კარგი რა გინდა წარსულის ქეკვა. სინამდვილეში ეს არ არის წარსულის ქეკვა, სინამდვილეში ეს არის შეცდომებზე სწავლა. ანუ შენ თუ საკუთარ შეცდომებზე არ ისწავლე, წინ ვერ წახვალ. აი წარმოიდგინე, წააგე რაღაც თამაში, ფეხბურთზე ვილაპარაკოთ, ხო? წააგე რაღაც თამაში, ძალიან ცუდია რომ წააგე.
მაგრამ თუ შემდეგ თამაში ისე გახვალ რომ არ გაანალიზებ წინა თამაში როგორ წააგე, ნუ დიდი ალბათობით იმასაც წააგებ, ხო? ანუ წინა თამაშის გაანალიზება, იმის ნახვა თუ რა შეგეშალა ტაქტიკაში, სტრატეგიაში, ლაინაპში, ასე შემდეგ, ხო? ნიშნავს იმას, რომ ვერ გაუმჯობესდები. შესაბამისად, ადამიანები მეგონება რომ წარსულში ნუ იქექები, თვითონ ეს აი ამ ტიპის ფორმულირება, ხო? თავისთავად რაღაც ბინძურში ხელის რა თქმა უნდა, წარსულის როგორ ჩათვალეთ, არის სწავლა იმ გზაზე, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ანუ უკეთეს შემთხვევაში ხო ეს რაღაც ძალიან გაწუთილი ნათქვამია, რომ ადამიანები ან ჭკვიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე და სულელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და აი ვიღაცები იმის გეუბნებიან, რომ წარსულში ნუ იქექები. გეუბნებიან, რომ საკუთარ შეცდომაზეც არ უნდა ისწავლო. ანუ არ გაძლევენ საშუალებას, რომ თქვა შენ რომ იქ რაღაცა მტკივნეულსაც რომ მიაგნო და გაითავისო. აი მაგის საშუალებას არ გქონდა. აი ანატოლი ფრანს აქვს ეგეთი მოთხრობა, სადაც პროტე პონტოველი ვერ იხსენებს ქრისტეს 17 წლის მერე. ამ დროიდან 17 წლის მერე. ესე იგი მისი მეხსიერება, მისი ხსვენა, ყველაფერი, მისი აღქმა დაყრუებული იყო და ეს დაყრუებულმა გააგრძელა ცხოვრება რა. აი ესე ჩვენ თუ არ ვიცი ჩვენ წარსულზე როგორ დათქვა აწყობი ვინც წარსულს აკონტროლებს, აწყობს და ვინც აწყობს აკონტროლებს ქმნის მომავალს. ამ ისტორიას ისე გადაგიწერენ, ისე სხვანაირად მოგაწუდებენ და მე ერთი თაობა უკვე ის საკმარისია რომ დაგავიწყო ყველაფერი ჩვენ მე ვარ მესამე თაობა დავადებული საბჭოთა კავშირში ხო? უკვე ესეთი იყო რომ ჩემს სიული გინჩემ სადაც არ მოყოფილიყავ სუვერენიტეტს ლაპარაკს აღარ იყო აი მიიჩნეოდა რომ ნორმალურია რა კი არა არც არსებობს ჩუმად ყოფნა სამთავროებში მარტო სამთავროებში ანეკდოტის მოყოლა ეგეც ნორმალურ რაღაცას მოგოჩნია ანუ ძალიან შეჩვევა ის მე მაგის თქმა მინდა რა და ის რაც აი თქვენ თაობას აქვს რომ აი სიტყვის სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება ეს არ არის მოცემული რომ აუცილებლად ეგრე გქონდეთ ძალიან მეორე შეიძლება ხელიდან დასხდეს ეს ყველაფერი და ძალიან მოსაფრთხილებელია რა რეიგანის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და ჩემთვის საყვარელი გამოთქმა ყველა ადამიანს მუდამ ერთი თაობა აშორებს თავისუფლების დაკარგვასთან და ეს საუბარი ამერიკაზე ხო რომლისთვისაც თავისუფლება არის მართლა ეროვნული იდენტობის საკუთრება დაიწყო და ასე მოდის დღემდე პიროვნული და ეროვნული თავისუფლება რომელიც გადაჯაჭვულია ერთმანეთზე და იქ ამბობს რომ არასდროს არ უნდა მოდუნდე არასდროს არ უნდა შეწყვეტა ბრძოლა ვინაიდან ყოველთვის ერთი თაობა გაშორებს თავისუფლების დაკარგვასთან და ჩვენ ისტორიას თუ გადავხედოთ არამედ არამხოლოდ საქართველოს არამედ რეგიონის ისტორიას ნახავთ რომ არასდროს არ არის დრო არგუმენტი რაღაცის დრო ახლა ის დრო აღარ არის რომ რაღაცა ანუ დრო არ არსებობს ხო მაგალითად არსებობდა განვითარებული რომის იმპერია სუპერ განვითარებული სახელმწიფო დიდი ცივილიზაციით რომელსაც მოყვა ბნელი შუა საუკუნეები ადრეული შუა საუკუნეები ხო თავისი თქვა და უბრალოდ რაღაცეები მოხდა და ამას მოყვა დიდი სიბნელი რომელიც ნუ რამდენიმე ასწლეულს გასტანს იგივე მოხდა ავღანეთში უკვე თან მე-20 საუკუნეში იყო თანამედროვე სეკულარული სახელმწიფო და დღეს იმ ვითარებაში არიან სადაც ნუ ქალს შეიძლება რაღაცის გამო ქოლავდნენ უბრალოდ ქვებით ჩაქოლონ წარმოუდგენელი რაღაცა 21 საუკუნეში ნებისმიერ ვითარებაში მაგრამ იმის ფონზე რომ აი ამ სახელმწიფოს 40 წლის წინ ჯერ კიდევ ნორმალური ცხოვრება ჰქონდა ინტერესი ნორმალური ხაბულის ქუჩები ნახო სტუდენტები ახალგაზრდა გოგოები მოკლე იმით რა კაბი და შემდეგ რა იგივე ირანში მაგალითად შესაბამისად აი ის დრო აღარ არის არასდროს არ არის არგუმენტი ან ჩვენ ყოველთვის აქტიურად უნდა დავიცვათ ეს რაღაც დრო არ იქნება აი ყოველთვის შეიძლება თქვა რომ ანის არ იქნება ანის ამ უნდა დრო ასე რომ გავაკეთო რა დღეს რა გადადებით ანუ არის თქვა გულისხმობ რას იცი ის დრო აღარ არის თითქოს საფრთხისგან თავდაცვის ხალხს გეუბნება რომ აი ხა ამ ტიპის საფრთხეს არ უნდა ველოდოთ ვინაიდან ის დრო აღარ არის რომ ეს მოხდეს აი მაგალითად ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს ძალიან ხშირად გაიგონებდნენ წაიკითხავდი ფრაზას ახლა ის დრო არ არის რომ სხვა სახელმწიფომ სამხედრო ძალე დაგვიფხოსო ხო სინამდვილე იმიტომ რაღაც ვერსალის კონფერენცია შედგა, ერთა ლიგა ჩამოყალიბდა და რაღა დროის ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის დაპყრობაა და აღმოჩნდა რომ ეხლა დაიწყო თურმე ეგ აი ხაიზება ის თუ თითქმის 100 წლის შემდეგ ცოტა მეტი 21 წელში რომ არავის არ ეგონა რომ ეს ასე თქვა მოხდა ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ხო გვეგონა რომ არასდროს ეგეთი რაღაც წარმოუდგენელი შეიძლება ქართულებს ცოტა უფრო გვეგონებთ რომ 2008 წლის წარე გამოსილება ყოფნა ყველგან ეგოა, მათ შორის ევროპაში, ზღვის შტატებში ესეთ მასშტაბიანი შემოჭრა
უბრალოდ არ იყო მათ კალკულაცია ესე საერთოდ. ხო, ირაკლი ერთ დავამატებ კიდე მეხსიერებაზე და ალბათ ამით ნაკლებად დავასრულოთ ეს საუბარი. ხო, ბოლოს ვიტყვი რომ ერთი რაც ჩვენ გვიშლის ხელს მეხსიერებისთვის სათანადროვის მინიჭებაში არის ის რომ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა საზოგადოება, სადაც პრაქტიკულად ყველა ერთმანეთს იცნობს. ყოველ შემთხვევაში ყველასთან გამოგვიჩნდება საერთოდ ცნობილი მეგობარი, მეზობელი, ნათელმირონი თუ ასე შემდეგ და რაღაცეებთან დაკავშირებით სწორი პოზიცია თუ დაიყავე, მე მგონია რომ ეს ერთგვარი მაქსიმალიზმია, ზოგისთვის რადიკალიზმია და გეუბნებიან რომ აი რა ხერია ამაში, ხო, მოდი ისე ურთიერთობის ფენომენს დაუბრუნდეთ. მე მინდა თქვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გასააზრებლად რომ ეს არ არის პიროვნული საკითხი, ანუ მეხსიერებაზე როცა ვსაუბრობთ ეს არ არის იმისკენ მიმართული რომ ვიღაცისკენ თითი გაეშვირო ან ვიღაცა რაღაცაში დაადანაშაულო. ეს არის იმისკენ მიმართული რომ ჩვენი კოლექტიური ისტორია კარგად გავაანალიზოთ, სწორად გავაანალიზოთ და ხვალ იგივე მახეში არ გავებათ, რაშიც გუშინ გავარდით. ხო, აი ერთ მაგალითს ვიტყვი იგივე ხა მე ასე მჯერა რომ მაგალითად 91-12 წლებში საქართველოში რო არ მომხდარიყო ხელისუფლების საავადმყოფო ცვლილება ჩვენ 2004 წელს ვიქნებოდით ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების ნაწილი. აი 10 ქვეყანა შევიდა ხო მაშინ ნატოსა და ევროკავშირში და ჩვენც იქ ვიქნებოდით, იმიტომ რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად დაახლოებით იქ ვიყავით, სადაც დანარჩენი სახელმწიფოები. ჩაგვივარდა ეგ ერთხელ, მე რა მოხდა, ხო, მეორეჯერ ამოფოფხდით ამ მიდან, ამ გასაჭირიდან, ამ ორმოდან, შევქმნით სახელმწიფო, გავხდით სალაპარაკო, ძალიან წარმატებული და ამ დროს მოხდა 2012 წლის რევანში და დღეს, როდესაც ისტორიული ოცნება, აი მართლა სწორი გაგები და კაი გაგებით ოცნება თითქმის ასრულების პირზეა, როდესაც ევროპა ამბობს, რომ თქვენ ევროპის ნაწილი ხართ. აი ამ დროს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, რომ ვიღაც მართლა ვიღაც იძახისო არა მე ესეთი ევროპა არ მინდა. ანუ ჩვენ 1000 წელი მოვდიოდით აქამდე, როდესაც უმტკიცებით ხო ზოგჯერ ის იყო ეგრისის ცნობილი დებატი მე-6 საუკუნეში რომ არა ბიზანტია ჯობია ირანს, იმიტომ რომ ჩვენ თქოს პასეც, იმიტომ რომ ჩვენთვის ევროპა დასავლეთი არის იდენტობის ნაწილი, მე სულხან-საბა იყო რომელიც ამბობდა რომ აი დაგვინახეთ ქრისტიანები ვართ, თქვენაერები ვართ, ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვერ მოხდა ეს და დღეს მოხდა, როდესაც გერმანელები რომელიც ყველაზე უფრო სკეპტიკურები იყვნენ, ხო, გეოგრაფიული თუ სხვა თვალსაზრისით საქართველოს და კავკასიის მიმართ და გერმანელი პოლიტიკოსები, ფონ დერ ლაიენები, მერცი და სხვები იძახიან, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. და ამ ვითარებაში ჩვენ ვცხოვრობთ, ანუ მაშინ მოგვიწია, როდესაც აი ვიმეორებ ენით აღუწერელი პერსონაჟები, გაუნათლებელი წერა-კითხვის არ ცოდნე, ენების არ ცოდნე, ჩვენი ისტორიის არ ცოდნე, უცებ რაღაც აბსურდული არგუმენტებით აი ამ ყველაფერს უყვარდებენ და უარყოფენ. ეს ჩვენი დამსახურებაც არის, ვიმეორებ, ვინაიდან ჩვენ სწორედ იმას ვამბობ, ჩვენ რო გქონოდა სათანადო მეხსიერება. არ შეგვშინებოდა რაღაცეებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, იმიტომ რომ ურთიერთობის მომენტს და მომენტს წინ ვაყენებდით, ხო? აქ არ ვიქნებოდით. საბოლოოში ყველანი ბევრად უცებ ვიქნებოდით, მაგრამ მე არ მინდა რომ პირილი გამოვიდეს. არასდროს არ არის გვიან ჩვენ დღეს რო გამოვასწოროთ ის რაზეც ვსაუბრობთ, ხო? ხო, უკეთესად ვიქნებით. თუ არ გამოვასწორებთ, მე წავალ ისევ იგივე წრეზე, ალბათ ყველას გაგიგიათ, ხო, ეს კლიშე, რომ ერთ წრეზე დავდივართ. ამ ერთ წრეზე რატო დავდივართ? იმიტომ დავდივართ, რომ არ ვსწავლობ, იმიტომ რომ მეხსიერება არ აქვს და იმიტომ დავდივართ. თავისთავად ხო არ დავდივართ ამ ერთ წრეზე, ხო? შესაბამისად, ჩვენს ინტერესშია, როგორც საზოგადოების ამ მოჯადოებული წრიდან რომ გამოვიდეთ, რომ ეს დაეფუძნოს ჩვენი მეხსიერების ჰიგიენას. ჩვენ ეროვნულ მეხსიერების ჰიგიენას.